საღამოშიდობისას ვიხსოვს ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ პოლიტიკაზე, თუმცა არანაკლებ საინტერესო თემას შევეხებით, როგორიცაა მაგალითად ჩვენი მწერლობა და ამერიკაში ქართული სათვისტომოს საქმიანობა. თუ რა კავშირშია ეს ორი თემა, ამას ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ. ახლა კი წარმოგიდგენთ სტუმრებს. ბატონი შოთა ვაშაკიძე ამერიკაში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ სტუდიიდან ჩემთან ერთად მას მასპინძლობას გაუწევს თქვენთვის კარგად ცნობილი მწერალი ბატონი ვანუშ ხიკვაძე. ინფორმაციისთვის მე გეტყვით, რომ სულ ახლახანს ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი და ეს კონკურსი შედგა ასოციაცია კვალის, ასე ვთქვათ, ინიციატივით და ამ კონკურსში ბატონო ვანომ გაიმარჯვა და პირველი, ასე ვთქვათ, პრემიის მფლობელი გახდა, რაც აუცილებლად მისაუცია და გილოცავთ ბატონო ვანო ამ წარმატებას და რაშუაში იყო ამასთან ამერიკული სათვისტომო. სწორედ ამერიკული სათვისტომოს, ასე ვთქვათ, ინიციატივით მხარდაჭერით გაიმართა ეს კონკურსი და დღეს, როგორც უკვე გითხარით, ბატონი შოთა ვაშაკიძე ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ და ახლა ვისაუბრებთ აი ამ კონკურსის შესახებ და იმის შესახებ, თუ რა საქმიანობას ეწევა ამერიკაში ქართული სათვისტომო და როგორ ეხმარება იგი საქართველოში ყოფ მწერლებს. დიდი მადლობა ბატონო შოთა, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში და დავიწყოთ საუბარი. სულ 1 საათის არ არის, რაც დასრულდა თქვენი შეხვედრა გორის საზოგადოებასთან, იქ დაახლოებით 30-ოდე ადამიანი მოიყარა თავი, იყვნენ მწერლები მათ შორის და მეც ვესწრებოდი საკმაოდ კარგი მუხტით წამოვედი იქიდან, სიმართლე გითხრათ და ძალიან საინტერესოა აი ამ ასოციაციის შესახებ საუბარი და რა მიზნები, რა გეგმები აქვს ამ ორგანიზაციას. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ამ საშუალების მოცემისთვის და ასევე მინდა მოგილოცოთ ის დიდი წარმატება, რომელიც გორს და აი ბატონ ვანოს წარმატება, ის პირველი პრემია, რომელიც მან მიიღო, ეს დიდი წარმატება, მოხარული ვარ, რომ აი მოხდა ასეთი თბილისის გარეთ დაფიქსირდა საკმაოდ წამყვანი მწერლის არსებობა, თუმცა ბატონი ვანოს შესახებ ყველა მიცოდა, მაგრამ მაინც ეხლა ამის შესახებ უკვე ქართულმა დიასპორამ იცის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეხლა რაც შეეხება ქართული დიასპორის აქტივობის შესახებ და აი ამ კონკურსის ჩატარების წინა მოსამზადებელ პერიოდს, ქართული დიასპორას ღრმად აქვს გათავისებული ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოს ახლა აწუხებს და განსაკუთრებით ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ იდეოლოგიურ და მორალურ პრობლემებს, რომელიც ახლა თავიდან აცილების ან გადაწყვეტის მხრივ მიგოჩნია, რომ ქართულ დიასპორას ძალიან დიდი როლი აკისრია და ამ როლის შესრულებაში მას უნდა ქართული ლიდერის როლი უნდა მიანიჭოს და ამ ლიდერის როლში ალბათ მოიაზრება ის ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად გაედინებოდა საქართველოსთან. კვალის ფუნქცია არის ამისთან ელიტის მოძიება ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონტაქტების გაბმა ინტელექტუალურ ელიტასთან საქართველოში, დახმარება, თანამშრომლობა კონკრეტულად განსაზღვრულ პროექტებზე. კვალის კონკურსი იყო ერთ-ერთი ასეთი პროექტი და ფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული. ბატონო, როგორ მოხდა თქვა დაკავშირება აი ასე ვთქვათ კონკურსის ორგანიზატორებთან და აი როგორ რა კრიტერიუმით ხდებოდა შერჩევა მწერლების? როგორ მოხდა აი ამ კონკურსი? გამოხდა ეს კონკურსის პირობები და მონაწილეობა მოხდა შორის პირველად დავწერები ესა და იმ პირველი პიესით მოხდა ესეთი რომ გაიმარჯვა ამ კონკურსში. მანამდე თუ ვთქვათ პირველი პრემიის მფლობელი გახდეთ, გამარჯვებული გახდეთ. ნუ ახლა ამის მელოდი ეს სხვა სიტყვა. მელოდი კი სული მქონდა ალბათ, არა? ყველაში არ შეიძლება მონაწილეობას იღებდა და გამარჯვება არ გინდოდეს, მაგრამ იქ ბოლო დღეს იქ როცა მივით გაირკვა უკვე რომ ძალიან მაღალ დონეზე გასაიდუმლოებულად ძალიან ისე ჩატარდა ყველა. ალბათ ახლა ჩემგან ამის ხო როგორ თქო ჩატარდა მე პირველ უხერხულიც არის, მაგრამ რა ვიცი, ნახეთ გაეცანით ამ ტიპს. მე მგონი დაწუნდებით რომ ხომ არ ტიპს არ გითხოთ რა. კი. მე როგორც ვიცი, ვეტყვი მაყურებელს შევახსენებ რომ უკვე დაიდგა სპექტაკლი გორის თეატრში, ბევრს ჰქონდა საშუალება ენახა ეს სპექტაკლი ორი მდინარის შესართავთან. სწორედ ეს პიესაა შესული ამ
კრებულში, ამ რჩეულში, რომელიც უკვე გამოსულია, ნახავს ალბათ ჩვენი საზოგადოება. თქვენს ნებართვით ისე ყველაზე ბატონ შოთასთან გადავაკითხოთ. ყველაზე ხშირად მაინც ქართველებს და ქართულ პრესაში იბეჭდება ხშირად იქაური, ასე ვთქვათ, ცხოვრების შესახებ. მაინც საინტერესოა, როგორ ჩანს აი ამერიკის გადმოსახეთიდან, ამერიკიდან, როგორ ჩანს დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები, იგივე პოლიტიკური პრობლემები და რას აკეთებს დიასპორა იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი თქვენი ისაუბროთ კავშირის აღდგენაზე, ვთქვათ, აქ ცხოვრებ ქართველებსა და იქ ამერიკაში ცხოვრებ ქართველებს შორის. ესე იგი, ამერიკის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე სურათი იხატება საქართველოს ეკონომიური და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. მაგრამ მე ძირითადად მაინც ეკონომიკური შეფასების შევეხები. იმდენად რამდენადაც აი საქართველოსთან ეკონომიურმა მიგრაციამ ძალიან იმრავლო ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად უხვად არის ინფორმაცია იმ წარუმატებლობების შესახებ, რომელიც საქართველოში ახლა აი ზინვარებს აი მე ასეთი სიტყვას ვიხმარდი და მინდა აღნიშნოთ, რომ ბევრი ეს პრობლემა ჩვენი იუნიათობით და ალბათ მენეჯმენტის ძალიან დაბალი კულტურით არის გამოწვეული. ამ მხრივ მე მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საკმაოდ პოტენციალი დაგროვილი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს. რა არის საჭირო აქედან მხარეს საქართველოსთან საჭიროა სურვილი თანამშრომლობისა თან სწორი სურვილი. სამწუხაროდ ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ძალიან გვაწუხებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ის, რომ თუ რაღაცის თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა დასავლეთიდან, აუცილებლად რეაქცია ასეთია, რომ აი მატერიალური დახმარება გვაინტერესებს და მაშინ გადადის ფინანსურ მხარეს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას. სინამდვილეში საქართველოს ფინანსური დახმარება იმდენად არ ჭირდება, რამდენადაც ჭირდება ცოდნით და განათლებით დახმარება. განსაკუთრებით ეს შეეხება მრეწველობის განვითარებას. განათლების სისტემა რომ ძლიერ მდგომარეობაშია და მას შველა ჭირდება, ამის შესახებაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. ერთი სიტყვით მე ვიტყოდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასაგეგმილი და გასაკეთებელი ამ მიმართულებით და რესურსები, რომელიც საქართველოს გააჩნია, გამოყენებული არის აბსოლუტურად და ეს მეტად საწყენია, მით უმეტეს რომ საქართველოს ეხლა ძალიან მძიმე პერიოდი აქვს და ამ პერიოდში იმ ინტელექტუალური რესურსების დახმარება, რომელიც ამერიკაში კრიტიკულია და პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ საქართველოში, სხვადასხვა დიასპორამაც უცხოეთში ამ თანამშრომლობების და ამ რესურსების გამოყენების ტექნოლოგიები, აი ამ მიმართულებით ყვალი რაღაც პროექტებზე მუშაობს, ნერგავს რამოდენიმე პროექტს და ძალიან ყურადღებით ვცდილობთ, რომ აი დავადგინოთ რა ფორმებით შეიძლება ეფექტურად განვითარდეს ეს თანამშრომლობები. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე 6-7 პროექტი გვაქვს, რომელიც აი საკმაოდ ოპტიმისტურ სურათს ხატავს თანამშრომლობის შესახებ. გასაგებ. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვიწყებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 7-10-39 ან 7-13-21. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. მე მანიშნები, რომ პირველი მაყურებელი უკვე ხაზია. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. საღამოშვიდობის. გისმენთ. ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამერიკაში მოღვაწეობთ, თქვენი უამრავი საფრთხო საქმიანობა ქართველების ცნობილია. თუ შეწყვეტა ოდნავ ხმამა ქალბატონო. ვიღარ გისმენთ. გაიმეორე, თორემ ოდნავ ხმამა. გაიცი შესამწუხაროდ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ დაგვიკავშირდებით და დასვათ თქვენთვის სასურველ კითხვას. გავუძილოთ საუბარი. ბატონ შოთა, დღეს აი როდესაც ის შეხვედრა დაიწყო, ასე ვთქვათ, ბატონ ვანო, თქვა ესეთი სიტყვა, რომ ეს შეხვედრა ერთად დიდი ხანია გორში, ყოველ შემთხვევაში არ მოხდა წიგნის პრეზენტაცია და ეს არ შეკრებილა საზოგადოება, რომელსაც ახალ წიგნს ნახავდა და ახალ ნაწარმოებებს წაიკითხავდა. აი ამ სფეროში რასაც ქვია წიგნის გამოშვება, რასაც ქვია იგივე მწერალთა წახალისება თუნდაც და ესეთი ლიტერატურული კონკურსების მოწყობა. აი ამ გეგმების შესახებ როგორ საუბრობთ? თუ გაგრძელდება რა?
სიტუაცია საქმე, ამ ციგნის გამოშვება და საერთოდ კონკურსის ჩატარება ზოგადად ეს ემსახურებოდა და ემსახურება საქართველოში აი იდეოლოგიურ ესეთი გამოსხლებას სამწუხაროდ ჩვენ დიდი ზნეობრიობა და იდეოლოგიას ნაკლები ყურადღება მივაქციეთ და შედეგად მივიღეთ ძალიან არასწორი განვითარება და ამ მხრივ ამ კონკურსს ქონდა ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა კვალისთვის. მე არ ვიტყოდი რომ ეს კვალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია, კვალის სხვა ტიპის კონკურსებზე მუშაობდა, ჩვენ ძირითადი აქცენტი მაინც მასმედიასთან მუშაობაზე და განათლების სისტემაზე მუშაობა, მაგრამ გარკვეულად ლიტერატურა ხო მასიური განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება და ამ თვალსაზრისით მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ასეთი კონკურსების ჩატარებას. კიდევ ერთი მომენტი მინდა აქ აღვნიშნო, ქართულმა მწერლობამ დაკარგა თავისი ლიდერის პოზიცია ჩვენ საზოგადოებაში. და როდესაც ვამზადებდით ამ კონკურსს და წინა მოსამზადებელ პერიოდში ხვდებოდით უამრავ მწერალს, აშკარად გამოიკვეთა ესეთი ნეგატიური სურათი, რომ მწერლებმა ვერ გაითავისეს თავისი ლიდერობა დღევანდელ საზოგადოებაში. და ერი, რომელსაც მწერალი არ გააჩნია, რომელსაც მას წაუწყება როგორც ილია განწირული, ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ კვალი ამითი ამ პრობლემას მოუვლის, მაგრამ ეს იყო ესეთი საკმაოდ მოგზაურებული ცდელობა იმისა, რომ ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადაგვედგა. ეხლა რაც შეეხება დღევანდელში ჩვენ შეხვედრას, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გორის საზოგადოებას იმ ყურადღებისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს დღეს შეხვედრა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს საქართველოს მისი ყველა კუთხე-კუნჭული, განსაკუთრებით აი გორი, ქარელი, ქართლი არის იმერეზეც არა ვარ საერთოდ. საერთოდ, მაგრამ განსაკუთრებით თბილი მოგონებები მაკავშირებს მე ქართლს. ფესვები აქედან გაქვთ? ფესვები აქედან არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცოლეულების აგარაკი იყო აქ ხაშურში და ეხლაც არის და ხშირად აქ ამოდიოდით ამ ტერიტორიას არის საკმაოდ კარგად ვიცნობ და დიდი სიყვარული მაკავშირებს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დღეს შედგა ასეთი შეხვედრა და გაიმართა ძალიან გულახდილი ესეთი ალალი საუბარი ქართულ პრობლემატიკაზე და მე მომეცა საშუალება მესაუბრა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ქართული დიასპორა, როგორია მისი როლი საქართველოსთან მიმართებაში, რა გვინდა ჩვენ საქართველოსაგან და რას ველით საქართველოსთან და როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი შერწყმა და არ დაკარგვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. გასაგებ, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, როგორც მანიშნებენ. სალამშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, მადლობთ რომ დარეკეთ. გისმენთ. სალამშვიდობისა, ხო ისმის? კი, თქვენ დარეკეთ წერა თუ არ ვსწრებთ. დიახ, დავდაგე და გაეთიშა. ძალიან კარგია რომ დამკვიდრეთ. ბარნაშოთა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ, თქვენი თავდადება ქართული საზოგადოების გაცნობით და საზღვარგარეთ სტუდენტები მიყავს და ასე შემდეგ, ცნობილია და ეს ძალიან დიდი და ღირებული საქმეა, რისთვისაც მე პირადად მადლობას მოგახსენებთ. ეხლა ის რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, რაც იქ ქართულ დიასპორას აღელვებს, იცით, თქვენთვის აღნიშნეთ არის გარკვეული პოტენციალი დაგროვებიო. იცით, მე არ ვიცი როგორ აჩანს ამერიკიდან, მაგრამ ეს არის ხელოვნურად შექმნილი და თავს მოხვეული პროცესი, რომელიც გაუთვალისწინებად არის გაწერილი დროში. და კიდევ ერთი რაღაცა ღირებული, რაც აღნიშნეთ, რადგანაც მეჩვენება, რომ საზოგადოება საქართველოში ხელოვნურად გააუწიგნურეს, იმიტომ რომ თუ წიგნიერი არ არის საზოგადოება, იმისაგან არანაირი სიკეთე არ არის მოსალოდნელი და ვერც ცხოვრებას ვერ აიწყობს. და ერთი თხოვნა, თუ შესაძლებელია, ის ვინც მუსიდებს დღეს დომინირებს მემხედველობაში მაგ წერლობა, ცნობილია და გასაგებია, რომ ცნობილია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ რეგიონებში უფრო კარგად მოიძიებენ უამრავი ნიჭიერი მოღვაწეა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს საშუალება არც მატერიალური, არც ხმამოგაწვინოთ გესმით ასეთი, რომ რაღაცნაირად მოხდეს თქვენი ყურადღების არეალში. ამიტომ უკეთესი ხომ არ იქნება, რომ რაღაცნაირად უფრო კარგად ეძიოთ რეგიონებში ასეთი ხალხი უამრავია მე გაწმენდები. გასაგები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.
ახლა საინტერესო მოსაზრება იყო. რამოდენიმე შეკითხვა უბრალოდ მოსაზრება გაისმა. ეხლა რაც შეეხება ჩვენ გვაიძულეს თუ არ გვაიძულეს და მიგვიყვანეს და ჩავაგდეს ამ მდგომარეობაში თუ არა. ეხლა ამერიკაში ცოტა სხვანაირად უყურებენ იმას და იქ სიძლიერეა რა ითვლება მეტად დადებით მომენტად. ეხლა მე ვიცი ქართველი ადამიანის პოტენციალი არის. ქართულ ადამიანს თუ გულით რაღაცა მოუნდა, იმას გააკეთებს აუცილებლად. ამიტომ ის რომ ჩვენ ვიღაცას ვაბრალებ რომ ეკონომიკა ჩაგვივარდა, რომ უწიგნურები გავხდით. ამაში გარკვეულად ჩვენშიც უნდა ვეძებოთ მიზეზები. ეხლა მე მაგალითად ამერიკიდან რო ჩამოვდივარ რა, ხშირად მაბარებენ და ან მატანენ რაღაცებს ჩამოსატანად. ეხლა ძირითადად მატერიალს აი თუნდაც იქიდან ჩანს ჩვენი ინტერესები რა არის. წინს არ გამოგატანენ, სტატიას არ გამოგატანენ, მაგრამ გამოგატანენ დასასრულს გამოგატანენ, ან ფულს გამოგატანენ და ბავშვმა მანქანა იყიდოს. აი ამასაც უნდა მივახციოთ ყურადღება, ეს არის მოთხოვნება რაზეა რა? ესე ძირითადი მოთხოვნება ამაზეა, მაგრამ ეხლა უნივერსიტეტში რო დავდივარ მაგალითად, აი უყურებ ახალგაზრდები როგორ არიან ჩაცმულები. ეხლა ასე კარგად ჩაცმულები ამერიკაში არ დადიან, მაგრამ იქ უფრო მეტი წიგნიდან აქვს. მე არ ვიტყოდი რომ წიგნებია გაცილებით უფრო იაფია ვიდრე ამერიკის ერთ-ერთ შტატებში. ეგ ერთი მომენტი. ხა რაც შეეხება განათლების სისტემას, რომელსაც მე თუმცა დავეთანხმებით ალბათ, რომ ბოდიშ ფეხი გაწყვეტინებთ, რომ ქვეყანა იმდენად ძიმე ეკონომიკურ პირობებშია, რომ დღეს უფრო ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ალბათ სწორედ ეს მატერიალური ხდება და სწორედ თუ მივა ქვეყანა იმ დონემდე ვთქვათ, რომ განვითარდეს და უკეთესი ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდეს ხალხი, შემდეგ უკვე ამერიკიდან მართლა დაიწყება ალბათ წიგნების გამოგზავნა და მოთხოვნილება წიგნებზე გაჩნდება და სხვადასხვა ვთქვათ შემეცნებით პროგრამებზე. გეთანხმებით, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ აი რომ განვითარდეს რა ფასეულობების გადასინჯვა უნდა მოხდეს ჩვენ საზოგადოებაში. აი ხო მაგალითად გუშინ წინ ვაკვირდებოდი აი მობილური ტელეფონი გამჭირდა. უამრავს აქვს საქართველოს ხალხებს. გაუცებული დარჩი, ესე იგი რაოდენობით მობილური ტელეფონების მაღაზიები, სმარტფონის მაღაზიები არ არის. მობილური ტელეფონები საქართველოში გაცილებით უფრო ძვირიგებს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეთქობა მოთხოვნა არის, რადგან ამ ფასად კიდულობს ხალხი. ეს ჩემთვის ინდიკატორია, მე ცოტა სხვანაირად უყურებ აქ სიტუაციას. არა, გასაგებია, ძალიან ხედვა ძალიან მე ნიშნული ვარ, მაგას და დამაჩვია. ამიტომ იცით რა არის, აი ამ ინდიკატორებიდან არა გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ პრობლემა არის ფასეულობებში, რომელსაც გადასინჯვა ჭირდება. ის უცხოური მანქანები, რომელიც დადიან თბილისის ქუჩებში თუ ქალაქგარეთაც მაგალითად ტრასებზე მაშინ და ის რაოდენობა ტრანსპორტისა, რომელიც თბილისშია, იმ პირობებში არავინ არ მუშაობს თითქმის. ცოტა უცხოა ამერიკელების. მე ცოტა ამერიკულად უყურებ ამ სიტუაციას და ამერიკული თვალსაზრისით ცოტა პარადოქსალური სიტუაცია ჩანს ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლა მე გადავალ მეორე საკითხზე, რომელიც განათლების სისტემას ეხებოდა. რა თქმა უნდა, ხმის მიწვევა აუცილებელია და ამას კვალი აკეთებს. ჩვენ სტუდენტები უკვე 5 წელია მიყვავს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ზუსტად ეს ის პერიოდი მაისი-ივნისი, როდესაც მე ჩამოვდივარ საქართველოში და ლექციებს ვკითხულობ, ტესტებს ვატარებ და ვარჩევ ახალგაზრდებს. სხვადასხვა მე გორშიც ვიყავი ჩამოსული 2 თუ 3 წლის წინ და აქ პედაგოგიურ ინსტიტუტში მქონდა შეხვედრა და შევეცადე ეს ინფორმაცია გამევრცელებინა უშუალოდ გორში. ამჟამად აი ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს მშენებლობა, უბრალოდ რემონტს ვაკეთებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში და მინდა ეს გამოაცხადოს ოფიციალური განცხადება და ინფორმაცია ყველასთვის. ეს იქნება ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, რომელიც მოემსახურება ყველა სტუდენტს მიუხედავად სპეციალობისა და განათლების დონისა, ვისაც აქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს განათლება. ეს ცენტრი ღია კვირის განმავლობაში ყველა შეუძლია მისვლა, გაიხსნება ალბათ სექტემბერში ჯერ ერთ ღია და კონკურსის წესით. არავითარი კონკურსი არ იქნება, ეს იქნება ყველას
ვისაც აქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეუძლია მივიდეს, მიიღოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ, შეავსოს აპლიკაციები, თვითონ მოიძიოს და შეავსოს აპლიკაციები გარკვეულად ჩვენს დავეხმარებით, გააგზავნოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ გაიაროს მთლიანად ის პროცესი, რომ პროცესაც გადის ნებისმიერი უცხოელი თუ ამერიკელი სტუდენტი აპლიკაციის პროცესში. აი მაშინ დავეხმარებით. რაც შეეხება კონკურსს, ამერიკაში კონკურსი როგორც ასეთი არის მხოლოდ უნივერსიტეტების დონეზე. ჩვენ მივცემთ მათ საშუალებას, რომ ამერიკის უნივერსიტეტში გააგზავნოს აპლიკაცია სწორად. ამის შემდეგ ეს უკვე ამერიკის უნივერსიტეტის პრეროგატივაა, მიიღებს თუ არ მიიღებს ამ სტუდენტს. აი ჩვენ ამ მთლიანად ამ აპლიკაციის პროცესს აუხსნით, აი ამის შესახებ ქონდა ლექციები, რეგულარული ლექციების გექნება და მომზადდება სტუდენტები. აი მე მინდა ვისარგებლო ამ ტელეგადაცემით და უთხრა რომ სულ ყველას საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჩულში შეუძლია მოვიდეს და მიიღოს ეს ინფორმაცია და შეავსოს აპლიკაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. საინტერესო ინფორმაცია. დიდი მაგრამ აგერ ბატონმა შოთამ აღნიშნა რომ რაღაცნაირად ქართულმა მწერლობამ დღევანდელ თანამედროვე ქართულმა მწერლობამ მწერლებმა სულიერი ასე ვთქვათ ლიდერის პოზიცია დაკარგეს. ბოლო ხანს აქ ჩვენს რეგიონში მომხდარი ფაქტი მახსენდება, როდესაც გოდერის შოხელმა თვითმკვლელობას სცადა ერთ-ერთ მონასტერში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს მწერალი დაფასებული და რამდენად ასრულებს იმ მისიას თქვათ და რამდენად შეუძლია უბრალოდ შეასრულოს ის მისია, რასაც თქვიათ, მე საანიშნავს და ინსტიტუტის. ახლა ექსტრიქონები რომ მოიტანეთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ვინაც თქვა ექსტრიქონები რა. ახლა საქმე იმაშია, რომ აგერ ბატონო შოთან მომძანა ამერიკაში ამაც ადამიანებს გამბედავებს ცემენ პატივს, ხო? როცა წერ უკვე გარკვეულად რისკთან ახარ და რაღაც გარკვეული გაბედულება გაქვს, ხო? შეიძლება რაღაც არარეალური, არა ისეთი, მაგრამ მაინც რაღაცა გინდა, ხო, რაღაც შექმნა ისეთი. ნუ სათქმელი თქვა, მიიტანო, ხო, შენი და რომ დაინტერესო შენი. მაგრამ ის მეორე მხარე რაც არის უკვე ერისის უნდა იგისოს, ეს მართლაც იყო აგერ მოყოლებული იქნება. ჩვენი ქართული სინამდვილის განმავლობაში ხო შოთა რუსთავის მეფხისტაოსანი გასამდე ხელი მიგიზღებოდა და გარკვეულწილად მეგონი ბევრი მთავრების და ბევრი უსახელოდ გადაგებული თავადების სახელები არ აქვს, მაგრამ აქვს ერთს არა ის ვინ შექმნა, როგორ შექმნა, თუმცა არც მეფხისტაოსი სადადგომია კარგი და თავის დროს. ხო და ასე თუ ისე ნამდვილი მწერალი იბრძვის, ცოცხალიც იბრძვის და სიმდიდრის მერეც არა? მაგრამ ახლა სხვა რამეზია, მართლა ჭირდება ეს ლიდერის გამომკვეთი ლიდერი, მაშინ როცა სავალალო დღეში და იგივე ქართული პოლიტიკა, იგივე ბავშვებო, მაშინ მაინც მწერალი, ხო, მაინც იკითხენ, აი ბევრს უთქვამს ჩემთვის, აი წერლობა რატომ არის ჩუმად? წერლობა არ არის ჩუმად. უბრალოდ აგერ ის ხაზები, აი ის დამაკავშირებელი რაღაცები გაწყდა ადამიანებს. ეს მე ბატონიშვილთან მგონი რომ ბევრი რამ შეგნებათაც მოხდა, ის დაგსაქსულობა, ის დაყოფა აგერ წერანის შეხვედრაზეც გაჩნდა და ყველამ თავთავისი შექმნა, ხო? აი ეს რაღაცნაირად ამან ძალიან ცუდი სამსახური გაუწია. ერთხელ ვახტანგ ჯავახაძემ ზანა რომ საქართველოში დღესო მარტო წერალი და მკითხველი კი არა, მწერალი და მწერალის დაშორდა. აი როგორმე უნდა გაეთიშოს, როგორმე ერთი აზრი, ერთი ძალა არის. აი ისე როგორც ქარხნები დაიშალა, ის დაიშალა, ხო შეიძლება ეს ერთად მუშტად შეკრული, მუშათა კლასი ნახო მართლაც რა და ხო? ამათ გადაიტვება ჯობია. ასევე მოხდა ყველა სფეროში, მათ შორის საკაც. ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მწერლობას, ალბათ უფრო მეტი ძალისხმევა და მეტი სჭირდება. მაგრამ ალბათ გარკვეულწილად ესეც არის, რომ წერანი იყო იმოქმედებს საკმაოდ. ბატონო, აი პროვინციალიზმს, უბრალოდ ჩააგროვა თბილისიდან, თქვათ, პროვინციაში მცხოვრებ მწერლებს, ზეინებმა წამოჭრა ეს თემა. თქვენ თუ გქონიათ ეროდისმე ჩასულხართ თბილისში, თქვათ, გამომცემლობაში მისულხართ და რაღაცა გიგზნიათ, რომ ის თბილისელი მწერლები არ გიყურებენ ისე, როგორც თქვათ, როგორც ჩამოსულს ესე გიყურებენ და რაღაცა. მე ხა ჩემ მდგომარეობა ცოცხალია, იმიტომ რომ მე თბილისიდან ვარ ჩამოსული. ამდენად ხო და არა რა თქმა უნდა. მე არ მიგძნია, მაგრამ ალბათ მაინც გარკვეულწილად რაღაცა არის რა, უცხოობის რაღაც იმის ახალი რაღაცა, მაინც შეშოურ სახესთან ხო იცით, მაინც ისეთი ის არის. ალბათ არის რაღაცა გარკვეულწილად, მაგრამ
აი ესე კატასტროფაზე რაღაც იგზნო რომ არის ეს ვინახარ და როგორ მაინც ალბათ მგონია რომ ის ფასეული უნდა დაიდოს და ის თავის გზას იპოვის. თუმცა რა თქმა უნდა ახლა თავი ზეინების გულისხმობის გასაგებია, იმიტომ რომ რატოც საქმე ის გამომზაურებაც გინდა და იტანა მკითხველა. თქვენი აზრი მაინტერესებდა, რომ თანამედროვე ახალგაზრდა ჩემზე უმცროს თავების ბიჭები არიან ძალიან ცნობილი მწერლები სხვათა შორის ბულღაძე ყავს ხელოვნებაში რატი ამაღლობელი და ასე შემდეგ. აი თქვენი რას ქმნიან ისინი მე ძალიან დათუტურაშვილი კიდე არ შემიძლია არ ვახსენ რას ქმნიან ისინი განსხვავებულს თქვა აი თქვენი თაობის მწერლებისგან განსხვავებით რო თქვა აი ისინი უფრო პოპულარულები არის იგივე მასმედიაში თუნდაც ავიღოთ იგივე პრესით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა განსხვავებაა თქვენი თაობის მწერლებს შორის და აი ჩემი ტოლი ასე თქვა ახალგაზრდა თაობის მწერლებს შორის მაგაზე ახლა პოპულარობაზე ახლა ეს ცოტა ისეთი ისაა ახლა დღევანდელი პოპულარობა თუ ჩვენ სამ გახშირებულ პრესას და ამდენ ტელევიზიას და იმას ავიღებთ ეს პოპულარობის სიხნული არ არის მაინც რთული საქმე ბოლოს და ბოლოს თუ ისე ვთქვი ცოტა უხეშად შეიძლება თქვა თავზე ხელი თუ აიღე რა ხდები კიდეც პოპულარობა ჩვენ და ყველაფრის მიღწევა შეიძლება სხვადასხვა შორის და სამწუხაროდ მაგრამ ამ შემთხვევაში ამათ არ ახერხებს ესენი უდაოდ ნიჭიერი ხალხია და დამსახურებად არიან ალბათ ცნობილები მაგრამ აქ კიდევ ხვალინდელი დღეა ხვალ ის შენ ნაწარმოები დროს როგორ გაუძლებს რა ეთიკა როგორ იქნება ეს ყველაფერი თუმცა ახლა ამ ნიჭიერებაზე ორი აზრი არსებობს თუმცა შეიძლება იყოს რაღაცა და უშუალოდ იმათ თუნდაც სტილში თუნდაც აგერწერან თუნდაც გადმოღებულ დასავლეთის დასავლური წერილობის გავლენაზე და ამაზე ეს სხვა რაღაც აი ნახავ ადრე იყო ადრე ამბობდნენ ხოლმე იყო ასეთი თქმა და აი გითხავ ლექსია ყველაფერი რიგზია რითმა სტრიქონია ყველაფერი მაგრამ არ არის ემოცია და დევში არ არის ლექსი მაინც კაცო და ის ადრე ამბობდნენ ხოლმე უნივერსიტეტში ყველას მეგონა რა კი და უშუალოდ სელინჯერი წავიკითხეთ სხვა უცხოელი პოეტი და რაღაცა ეხლა ის როგორ აკაკი როგორ უკვე ჩამორჩიეს ვიღაცებს ეგონა თუ სწორად ვიღაცა აკაკი აი და რაღაცა მაგრამ მე რომ დაუბრუნდეს ამ საჭირო მოემატა მე ნახეს თუ მე საყოფილა ფასეული და ეს არის შენი ეს არის ესე ფასეული ის რაც დროს გაუძლებს და რაც შენი რაღაც კიდევ ემოციო არაფერი არ ვარ იქ უნდა იდოს რაღაც რატო იყო დღევანდელი საღამო კარგი რატო იყო მნიშვნელოვანი და რატომ წავიდა საზოგადოება ძალიან ყოფილი ბატონი შედას იმიტომ რომ იქ თავისი დაინახა და ის თავის იმას არნიშნავს ის ამავე დროს ზოგადად საკაცობრიოც არის მაგრამ ჩემიც უნდა იყოს ხო რომ ქართული მე უნდა ვიგრძნო მე ჩემი თავი უნდა ვიგრძნო აი მონაწილეთ ამ ყველაფრის რასაც დედამიწა პირასაც სამყარო ხო აი ზოგადად გვაგრძნობენ და აი ეს არის ეს გითხრა და ეს არის ასე არა და საზოგადოებამ როგორ მიიღო ეს უნდა იყოს სხვა შეიძლება სხვა ფორმით ეთქვა ძალიან ისე დაეწოდებინა რომ არავინ ყოფილი გულწრფელობაც ალბათ ერთ-ერთი ასევე ამ წერილობას გასულ ეხლა სულ თემები ხوارიცულება რედეგე ვათადან და ბაბადან მოდი ზედეგე თემებზე იწერება ხო მაგრამ გააჩნია მიზეზ დაწესებული როგორ მოდი ასე აი სწორედ ამ თემაზე გავაგზავნოთ საუბარი თქვენ აღნიშნეთ რომ რაღაცა ფასეულობების ასე ვთქვათ გადმოტანა დასავლური ფასეულობების გადმოტანა და რაღაც ფრაზები მოვინიშნეთ თქვენ აღნიშნეთ რომ ნეგატიურს უფრო ვისრუტავთ ქართველები თქვა დასავლეთიდან გადმოღებულს ვიდრე თქვა პოზიტიურს და კარგს. აი ამასთან დაკავშირებით. და თქვენ არ ვიცი თქვენი გადმოსახელწევა ძალიან საინტერესო რაღაცები დავინახეთ თქვენი გამოთქმები. აი ქართულ წერილობაში თუ შეგინიშნავთ ეს ნეგატიური ასე ვთქვა გადმოსული ასე ვთქვა შესრუტული ჩვენს ყოფიერებაში ზედაპირ. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი დასავლეთის კულტურის, როცა მომხმარებელი ხარ, ეს ყოველთვის რაღაც რისკთან გაქვს შეხება. აი სამწუხაროდ ქართული დიასპორის ბრალიც არის, სხვათა შორის აი ქართული ინტელექტუალური ელიტის ბრალიც არის, რომ არ მოხდა დასავლური ფასეულობების სწორად გადმოქართულება და ქართულ პრინციპში გატარება. ძალიან ფართედ შევახეთ დასავლეთის ფანჯარა და ის მივიღეთ საკმაოდ დიდი დოზებით ის უცხო, რომელიც გადამუშავება ფსიქოლოგიურად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა.
ეს დიდი პრობლემაა სხვათა შორის. ამერიკელები ამ ცხოვრებასთან და ყოფასთან მუსიკა რო ავიღოთ, კინო ავიღოთ და ასე შემდეგ, ისინი ევოლუციით მივიდნენ და მათ სხვათა შორის აქვს ძალიან კარგად შემუშავებული მექანიზმები დოზირების ამ ინფორმაციის. აი ის ტელევიზია, რომელიც ახლა არის საქართველოში, ამ ტელევიზიას ამერიკულ ფილმებს უჩვენებს, მაგრამ ეს ამერიკაში ამას ვერ ნახავთ. ჩვენ უფრო ადრე ვნახეთ ტიტანიკი ვიდრე ამერიკა. არა მარტო ტიტანიკი, შინაარსობრივად არის მთელი რიგი ფილმებისა და გადაცემებისა, რომელიც ამერიკაში აკრძალულიც არის. აი ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენია, როგორ შეიძლება ამერიკაში რაღაცა აიგზავნოს, მაგრამ ამერიკაში მასმედია გარკვეულად რეგულირდება კიდევაც, იმიტომ რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ზეგავლენის საშუალება. და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ შეიძლება პორნოგრაფიის ჩვენება ამერიკაში აკრძალულია. ის რაც საქართველოში ახლა ტელევიზიაში შეგიძლია ნახო, ეს ამერიკელებს აბსოლუტურად მიუღებელია. ამასე მეშვილი ყავდა ძალიან ჩამოყანილი, 25 წლის არის მიშვეული ამერიკის ტელევიზიას. რო უყურებდა ქართულ ტელევიზიას, აღშფოთებული იყო ასეთი რაღაცა, როგორ შეიძლება აჩვენოს. ეხლა რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ტელევიზიაში ბევრი სისხლი ჩანს სხვათა შორის. თუნდაც ყოველდღიურ ახალ ამბებში. ნუ ჩანს ეს ამერიკის სისხლის შედარებით უფრო მისაღებია, თუმცა ახლა შეიძლება ბევრი რაღაცა ესეთ სიფრთხილით აღუნიშნოს, მაგრამ ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ თუ დავჭათ რომ. მეუბნებოდ მინდა იმის თქმა, რომ არ შეიძლება უცხოური კულტურის ესეთი ვულგარულად, მოუმზადებლად გადმოტანა და ამას დიდი ყურადღება და სიფრთხილე ჭირდება. და ამ მხრივ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით, რომ არასწორად ავიღეთ და გადმოტანილი იქნა ძირითადად ფორმალური მხარე, ვიზუალური მხარე მხოლოდ და შინაარსობრივი მხარე უყურადღებოდ დაგვშა. ამან მეტად ნეგატიური გავლენა იქონია. სხვადასხვა ამან ნეგატიური გავლენა იქონია თვითონ ამერიკელებზე და ამერიკელების იმიჯის შექმნაზე საქართველოში. იმიტომ რომ ეხლა ამერიკას პრაქტიკულად ქართველები სწორად არ ცნობენ. ეს მე წყიენ სხვათა შორის. ის რაც საქართველოში ხდება, ის რაც წარმოდგენები რაც ჩამოყალიბდა ამერიკის შესახებ, თუნდაც გარყვნილების წარმოდგენა არ იყო ეს. ეს არ არის ამერიკული და სხვათა შორის ეს მოხდა იმიტომ, რომ აი ახალმა გამოუცდელმა თვალმა ვერ შეამჩნია ის მნიშვნელოვანი, რომელიც ამერიკის კულტურას ახასიათებს და აიღო მეტად ემოციური, ზედაპირული ესეთი აი მხოლოდ ზურგის ტვინი რო ჭირდება და არა ინტელექტი, აი ესეთი ტიპის ინფორმაცია და მოახდინა მისი ესეთი მასიურად გავრცელება, გადმოფრქვევა იმ ინფორმაციისა, რომელიც თვითონ ამერიკაშიც კი ლიმიტირებული და რეგულირებულია. კაცო, თქვენ აღნიშნეთ, რომ თვითონ დიასპორაშიც და სათვისტომოებშიც აი კონსოლიდირება ქართველებისა ძალიან ჭირს. აი რის გამო ეს? ხომ არ არის თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს თქვა აი ბოლო პერიოდში ვინც კი წავიდა ამერიკაში, ყველა წავიდა რაღაც მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბევრი ალბათ ვერც იცის რომ მოვიდეს თქვენთან სათვისტომოში და სულიერებაზე და ასე ვთქვათ სხვადასხვა ღირებულებებზე ასე ვთქვათ იმსჯელოს და აქეთ დახმარებაზე იფიქროს. ყველა მიდის იმისთვის რომ დაეხმაროს თავის ოჯახს და საკუთარ თავს. ეს არის რომ ჩამოყალიბებული. აი ამის ბრალიც ხო არის. ეს არ არის. რა თქმა უნდა, მერკანტილური და ეს მატერიალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს უნდა გაუსვათ ხაზი სხვა თვისებას, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ვიცოდეთ და უკვე ამოტივტივდეს და ამაზე დიალოგი დავიწყოთ. ეს არის ძალიან დაბალი ეროვნული და საზოგადოებრივი აზროვნება ქართველებში, რითიც ჩვენ სამწუხაროდ ნეგატიურად განსხვავდებით ამერიკაში მოღვაწე ეთნოსებისგან. და ამის მაგალითს რამოდენიმეს მოგიყვანთ. მაგალითად, აი დღეს რო ლაპარაკობდით პერიფერიის პრობლემებზე რა. აი პერიფერიის პრობლემა ახლა ამერიკაში ეს პრობლემა არ დგას და რატომ არ დგას? არ დგას იმიტომ, რომ პერიფერიაზე ქალაქი მე ნიუ-იორკთან ახლოს ცხოვრობ, რო გადიხარ ქალაქად, იქ უფრო ელიტარული საზოგადოება, იმას პერიფერიას ვერ იღებ. შეძლებული ხალხი ქალაქად ცხოვრობენ. ცენტრში ცხოვრობენ ღარიბები, წარუმატებელი ხალხი. აბა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თბილისში ვაკის საბურთალოზე ყველაზე ღარიბები ცხოვრობენ და გასულები იყვნენ, ყველაზე მდიდრები და შეძლებულები სოფლებში რო ცხოვრობენ. ხო, ესე იგი, პრაქტიკულად ეგ კიდევ ერთი მომენტი, რომ ჩვენ ამერიკული კულტურა სწორედ არ დავინახეთ, არ გავითავისეთ. მაგრამ აქ სხვა რამისთვის მოვიყვანე ეს მაგალითი. კერძოდ აქ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ იმიტომ ვეტანებით და ვეშურებით ქალაქს,
რომ ჩვენ სოფლად და ჩვენ საცხოვრებელ ადგილას ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურების შექმნის კულტურა ძალიან დაბალი გვაქვს. აი ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში ითვლება, რომ ოპტიმალური ვარიანტია, რომ დაახლოებით 500-600 ოჯახი თუ გაერთიან და ისინი აუცილებლად ქმნიან იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ მათ იცხოვრონ საკმაოდ მაღალ დონეზე. აი ამისთან ინფრასტრუქტურების შექმნა რისი წინაპირობაც არის საზოგადოებრივი აზროვნება, საქართველოში არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ არ არის საქართველოში სწორად განვითარებული საზოგადოებრივი აზროვნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიღაცამ უნდა შეგვიქმნას ცხოვრების პირობები და ჩვენ როგორც ეგოისტები მივიდეთ და ვიცხოვროთ. ამერიკაში ეგრე არ მიეჭირა. ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი გადასახადოების სახით მიდის აი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. აი თუ ქართველები ვისწავლეთ, რომ ჩვენი რესურსების დიდი ნაწილი უნდა წავიდეს ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მაშინ შეიცვლება აბსოლუტურად დემოგრაფიული სპექტრი საქართველოში. მე მახსენდება ერთ-ერთი ფილმია, ერთ-ერთი გმირი, ერთ-ერთი ფილმის გმირი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს და იგი პირველ ფრაზად ამბობს, რომ მე პირნათლად ვიხდიდი გადასახადებს. ესე იგი, ეს არის ძალიან საამაყო ამერიკაში. თუმცა ადამიანი იხდის გადასახადს ბიუჯეტში. როგორც ამერიკელი ამბობენ, ორი რამეა ნაღდი, ესე ვთქვათ, ეს არის სიკვდილი და გადასახადები, რომელსაც მოგაქცევი ესო. ჩვენთან სრულიად სხვა ასე ვთქვათ სურათია, ვიცით რა თანხები მიდის ბიუჯეტში და რა თანხები მიდის კონკრეტულ ჯიბეებში. და სხვადასხვა მე არ დავამთავრებდი ეს არის იმის გამო რომ არ ხდება ეს საზოგადოებრივი აზრი დაბალია რა. ამიტომაც არ ხდება ქართული დიასპორის შეკავშირება. იმიტომ რომ როდესაც ვიწყებ დიასპორის შექმნაზე საუბარს, ის რა არის? დიასპორის ფუნქცია არის რომ გაერთიანდეს ქართველები და ამ გაერთიანებაში ერთი ნაწილი ქართველებისა და დაეხმარონ მეორე ნაწილს ქართველების, ხო? აი აღმოჩნდება სულ ყველა ჩადგება მინდვრების როლში და გამცემის როლიც არ აღმოჩნდება. აი ეს იმის მაჩვენებელია, რომ აი საზოგადოებრივი აზროვნება ებრაელებს ეს ძალიან ისეთ კარგად არის, ხო, გამიჯდა რომ დახმარებოდ თავისი ეთნოსის წარმოება. არის სხვადასხვა ეთნოსები, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზროვნება სხვანაირად არის განვითარებული. თვითონ ის ფაქტი, რომ ამერიკაში ასოციაცია შექმნა, ქართული ყურისთვის ცოტა ესეთი ავანტიურისტული და ესეთი ნეგატიური კონოტაცია აქვს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს რატომაც ეგოისტურად ვიყენებთ, ხო და საზოგადოებრივი ზრუნვა ასოციაციაში ფორმალურად და ფიქტიურად მიგვაჩნია. ესე იგი, გარკვეულად თავს იჩენს ჩვენი ესე ქვეცნობიერება, რომელიც რაღაცნაირად არ გულობს ჩვენ საზოგადოებრივ აზროვნებას. აი, ამაზეა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ყურადღების განხილვა და მე მინდა ალბათ წინააღმდეგობებით შეხვედრიათ რა, როდესაც იგი რაში სჭირდება, რატო ქმნი, რისთვის უნდა რომ თავისი ინტერესია რაღაცაში. ხო, იქნებოდა რა. ესე იგი, ყოფილი სულ ყველა მეკითხება, მაგალითად, აქ ხელმოქმედებას ეწევდა, რატო აკეთებ ამას? და მიჭირს სხვადასხვა ახსნა, ისე რომ გასაგები იყოს, რატო აკეთებ ამას. აი, მაგალითად, ბოლო დროს ამისთან ანალოგს ხმარობ ვიშველია, აი ამერიკიდან ჩვენ დაახლოებით 1.5 მილიარდი ვალი გვაქვს მიღებული ხო საქართველოში. ეხლა საქართველოში ეს მიაჩნიათ რომ ეს სახელმწიფოს ვალია, ხო? ეს განსხვავება სხვადასხვა მენტალიტეტისა საქართველოსა და ამერიკას შორის. საქართველოში სახელმწიფო და ხალხი ორი სხვადასხვა ცნება. ამერიკაში არ არის ეხლა მაგას რომ ამბობთ ეხლა 1.5 მილიარდი მივიღე, ეს ნიშნავს რომ ამერიკელებმა თავისი ჯიბიდან მოგცეს მაგდენი ფული და ეს იცის ყველა ამერიკელმა, რომ ის გეხმარება თვითონ. მაშინ თუ ასე გვესმის არა, მაშინ რატომ გიყვისო ქართველი გადლას ფულს? მაშინ როდესაც ამერიკელებისგან 1.5 მილიარდის მიღება, ისე მიიღო რომ არ დაგიხამხამია თვალი და არ გაგყურებია, შეიძლება არ დაგისვავს. არიან ოჯახები ამერიკის ერთ-ერთ შტატებში, ამერიკელი ოჯახები, რომლებიც გაცილებით მეც უკეთებენ საქართველოს, ვიდრე მთელი დიასპორა ეთაღებს. მადლობა იმ ოჯახებს. როგორც მანიშნებენ, კიდევ ერთ ზარია ეთერში. მოდით მოვუსმინოთ. საღამოშიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? მოგესალმებით. მე ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. პირველი, თქვენ ამ ბოლო დროს როგორ უცქერით, აირეკნება თუ არა სიმართლე ამ დღევანდელ ამ ბოლო დროს დაწერილ ლექსებში, ქართველ პოეტების მიერ დაწერილ ლექსებში, რამდენად ობიექტურად არის სიმართლე არ ეკლილი. და მეორე შეკითხვა ასეთი მაქვს.
რომ აი თუ ვთქვათ ადამიანს გააჩნია პოტენციალი იმისა, რომ დაწეროს ლექსი, არის საჭირო, რომ ვთქვათ ამერიკიდან მიიღოს რაიმე განათლება, ან წავიდეს ამერიკაში, რამდენად მიგაჩნია თუ შეუძლია ადამიანს საქართველოშიც განახორციელოს ეს ყველაფერი. დიდი მადლობა, თუ აქვს პოტენციალი, რა თქმა უნდა. მადლობთ. მე არ მიმაჩნია რომ ქართული ლექსის დასაწერად ამერიკული განათლება საჭირო, ესე იგი ლადო ასათიანი ლექსებს გულიდან წერდა ისე რომ საქართველოს არ გასცენია საქართველოს. რა თქმა უნდა განათლება და ჰორიზონტი, ხედვის ჰორიზონტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოეზიას ალბათ კიდე აი შინაგანი ეთიკა და ესეთი სიყვარული ჭირდება, სიტყვის სიყვარული და შენი სამშობლოს სიყვარული. მე მიმაჩნია რომ საქართველოს აი კაი ლექსი და კარგი პროზაც მეტად ჭირდება ამ დროს და ალბათ ამას უფრო დეტალურად ბატონი განშიფრავს. ამ მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება ლექსები ვერ დავწეროთ დიასპორაში, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავ და თუ დახმარების საშუალება გვექნა აღმოვჩენთ ამ დახმარებას ქართულად. თქვენ თვითონ თუ წერთ? მე სხვადასხვა ვაღია რომ ბავშვობაში წერდი ლექსებს საკმაოდ ინტენსიურად და მას შემდეგ რაც ფიზიკას მიყავ ხელი ინტენსიურად რაღაცნაირად ეს ცოტა ყველას არის რა. პოეზიას რაღაცნაირად ნაკლები ყურადღება მივაქციეს. ხოლმე მე და ლაშათა ბუკაშვილი ერთად ერთმანეთს ვერკიჩებოდით თუ ვეჯიბრებოდით, მე სამკლასელები ვიყავით და იქიდან და პოვაგზა თქვათ იგივე. არა ეს სხვადასხვა შორის არ შეიძლება ყველაფერს აკეთებდე ხო? მე ჩემი სიამოვნების რაღაცებს ვაკეთებდი, ერთი-ორჯერ წავიკითხეს ღია საზოგადოებაში ერთხელ პატარა პრიზის მომცეს, ისეთი წასახალისებელი ბავშვები, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და დამთავრდა ჩემი. არ წახალისდი თქვენ არა? პეტროვ არ იყო სამგრესო. გასაგებ, ბატონო, აქ მე მენიშნა იგივე ტელემაყურებლის კითხვაში ესეთი აზრით არის თუ არა დღევანდელი მწერალი, თქვათ, დღევანდელ დღეში ჩართული, დღევანდელობაში ჩართული. აისახება თუ არა დღევანდელი მწერლობის, ასე ვთქვათ, ნაწარმოებებში დღევანდელი, თუნდაც იგივე სულიერი დეგრადაცია, რაზეც იყო საუბარი შეხვედრაზე და დღესაც რაზეც იყო საუბარი. თუ არის აი გამოსაფხიზლება ზარებს თუ ეკავენ, ასე ვთქვათ, ქართული მწერლები. ბატონო, მე ერთხელ გამწერდი, რომ არ შეიძლება მეთქი ვეფხისტყაოსანი შექმნილიყო მე-19 საუკუნეში. ის უნდა შექმნილიყო იმ ეპოქისთვის, იმ ეპოქაში, განა თავისი ლექსთა წოდით კი რა ნაკსესუარებით სხვა. მე თვითონ ის პათოსის სამაღლებული ის რა, ის მართლა მასთან მიახლოებული ხო, რაღაც სხვანა. აქეთ უკვე სხვა არის ხო, აქეთ უკვე ბარათაშვილი, ჭავჭავაძე, პირველი ჭავჭავაძე, მე აი როგორ მოდიან და მოსწიან, რომ არ იქ როგორმე, იქ ძირების წვრილად აქვს. ეს რა თქმა უნდა ისაა. რა თქმა უნდა ისახება დღეს თუ აისახება. რა თქმა უნდა როგორ შეიძლება რა ის, როგორ შეიძლება რა ის. ეს შეიძლება, მაგრამ ეხლა თუ კი აი მკითხეს რა იმაზე დაწყდება გული პირველ რიგში, არა იმაზე რომ დღეს დაუშვათ არ იქმნება. დღეს უბრალოდ ხელი არ მიუძდება და ვერც მიდიან იმ ციგნად, ხო? აი ეს ციგნი გამოვიდა, მაგრამ რამდენი ეხლა იქ გარკვეულნაირად ნახა წაიღო, ხო? ახლა ეს ხო არა გახსოვთ თქვენ გახსოვთ 20,000-იანი, 10,000-იანი ტირაჟებით გამოდიოდა საქართველოს ციგნი. ეხლა ეს კარგი იყო თუ ცუდი, ეს მეორე მხარეა, მაგრამ აქედან იმ 100,000-დან 20,000 ხელმისაწვდომია ამას. ეს რაღაც მიდიოდა მკითხველთან, ეხლა ვეღარ მიდის, ხო? ეხლა 200-300 თუ დაბეჭდეთ, ესეც არის ძალიან დიდფასებთან დაკავშირებული. ის არის შეიძლება შენ სამეგობრო დაახლოებით დაურიგოთ. ის მასიური მკითხველი და ვშლიქ წალენჯიხაში რომ ელოდებოდა სულ განაგურა, აი როდის გამოამა და თავის საყვარელ მწერალს ყოფას. ვეღარ მიდის გაწყვეტს კავშირი მოდი. უნდა დაკარგეს ერთმანეთს, რომ განა არ იქნება. აი უბრალოდ არ არის, ის გზები აღარ არსებობს კითხვათა მისასვლელი. აი თქვენ ნაწარმოებს რო დაუბრუნდეთ. ნუ აქ არის ფრაზა, კვდება ქალაქი ორი მდინარის შესართავ. აი ამ რჩეულის, ასე ვთქვათ, იდეაც ალბათ და ბატონშოთ ასე ვკითხა აუცილებლად. იყო ის, რომ დაენახვებინა თქვათ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის, თქვათ, რა ტკივა საქართველოს, რა ტკივა თქვათ თქვენს ნაწარმოებში გორს.
იქნება ამ ნაწარმოების შესახებ ძალიან შეიძლება თქვენი აზრი გაიგეთ. აი ახლა როდესაც ასოციაცია კვალის პირობები გამოქვეყნდა მე საერთოდ ცოტა დაიჭირეთ უკვე ფონი ბევრ ამას უკვე იმიტომ რომ ამ დროის და წლების გამოცდილება ეთქობა რაღაცა უარყოფითად იმოქმედა მაგრამ აქ წავი აქ როცა ვნახე ეს წინაპირობა რაც იყო რომ ეს იქნებოდა ქართული ენას აი მე მართლა დავინტერესდი მართლა აი მართლა რაზე იქნება ორიენტაცია აი თქვენ რო თქვით იქ რომ აი დასავლურ თუდად გაგებული თუდად მიღებული იქიდან ეს გავლენებით რო არის რაღაცა იმ დაწერილი ხო იქ ისეთებიც იყო ის მე როგორც გავიგე ისეთი ნაწარმოებიც ბევრი იყო წარმოდგენილი მაგრამ თქვენ უარით ყალმა და იმ ჟიური რომ ვინც აირჩიეს იმათ გაატარეს სწორედ ის ხაზი რაც იქ იყო რაც იმ წინაპირობაში რაც იყო ეს არის ეს მიმაჩნია ყველაზე მეტად აი ასოციაციას იმიტომ რომ მადლობელი რომ ჩემს მიმართ კი არის საერთოდ ყველას მიმართ აი ის რაც ქართულია მე ხშირად რას უყურებ ხოლმე რა ცოტა სხვა თემა ალბათ მაგრამ მე ძალიან ბევრი დახმარება მოდის ძალიან აი დადიან ზოგი ამდენი ტრენინგები 1000 ის იმართება მიდიან მოდიან ფიქრობ ხოლმე მერტო ეს თანხა ხო შეიძლება მართლა ნამდვილ ქართულ წესის საქმეს მოახდინოს რა აი თუნდაც არის უამრავი რა ქვია გამოუცემელი ძირფასი იგივე ბაჩენებელებადაც იცით ამდენი ტომებულები უწევდა თემი სოფლიო კლასიკა თარგმნილებს ხო ანუ ეს საჭიროებს აუცილებელია თქო გოდარი ჩოხელი იგივე რა კი რამდენი ვინმე კაცო თითოეული ჩვენგანი ახლა ხო და ეს ყველაფერი ეს ამდენი რაღაცა მართლაც აი ჰაერში გასულაც შეიძლება მოგეჩვენოს იმიტომ რომ იქ სხვა მიზნებია აი თქვენ რომ ბზანეთ წეგანი იმაზე აი ამერიკელები არაჩვენები მე გახსოვთ რომ ვკითხეთ ამერიკელი თავის ახალგაზრდობას თავის შვილს აკადრებს იმასაც რო ჩვენას მეთქის თქვენ ვითხარით არა ხო როგორც რა მაგრამ მაშ ვინ გვაძალებს ამას ხო ესე მარტო ჩვენ ვიძალებთ ჩვენ ავთხოვოთ ამას თუ იქნებ კიდე რაღაცა გარედანაც რაღაც ზარა რომელსაც ეს უნდა რომ ასე უკვე უმართად წაიყვანოს ყველაფერი ჩვენში ბოლოს მაინც იქ მივდივართ რომ სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგია და სახელმწიფო არ არის ეს რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა ხო ეს არაჩა ველა ადამიანის თვითცენზურაც მოხდა ხო რა თქმა უნდა არა მაგრამ აი დღევანდელ ალბათ ეს ჩაოს დღევანდელ შეხვედრაში აშკარად გამოიკვეთა ის შანსი რომელიც არსებობს საზოგადოებას რომელსაც ყავს ინტელექტუალური ელიტა რა არ არის საჭირო თლიანად სახელმწიფოს დაეყნოს მithumetes სახელმწიფოს სადაც პრინციპები ძალიან გაურკვეველი და შეიძლება არასწორიც იყოს პროგრამაში თუ გაქვს ინტელექტუალური ძალა და ვაჟკაცობა რა ზოგიერთი რაღაცა შენ თავზეც უნდა აიღო და შენ თვითონაც უნდა გადაწყვიტო ყოველ შემთხვევაში ხმა მაინც უნდა ამოიღო და თქვას სწორად უნდა თქვა ეს გზები რა არის სამოქალაქოების ჩამოყალიბების აი იმიტომ რომ ლიდერები და მთავრობა ძალიან ადგილას არ ჩდება აი მე არ მესმის სწორი ხმა კარგად ჩამოყალიბებული და გამოთქმული გულის ტკივილი რომელიც ჩვეულებრივ ქართულ ადამიანს აწუხებს ჩვენ იდეოლოგიასთან ან აი ეს ნეოლოგიასთან დაკავშირებით. გასაგები. ერთი მაყურებელი ბატონიშვილო ძალიან ეს კითხვა გამიშთა მე თვითონაც. კიდევ ერთი მაყურებელი ხაზზე მოგესალმებით საღამოშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. თუ შეიძლება ბატონიშვილოს ერთი შეკითხვა და კი, როგორ შეიძლება? ძალიან. მე გაზეთაში წავიკითხე ბატონიშვილოს სტატია ჩვენები ვართ თუ არა ქართველები ესეთი სათავურთარი მე მგონი. მე მაინტერესებს ახლა იწუნებდა პრესას ჩვენ ჟურნალისტებს, ქართველებს და რესპონდენტებსაც. აი როგორ მიაჩნია თვითონ ახლა რომ გამოდის როგორია ქართული არის თუ არა მაღალ დონის ჟურნალისტები და თვითონ საუკეთესო რესპონდენტები. გასაგები, მადლობთ. საინტერესო კითხვა. სხვათა შორის გაგვაკრიტიკა დღეს ბატონმა შოთამ ახალგაზრდობა დაგვიწუნა ჟურნალისტებს. თქვა რომ ამერიკაში არ არიან ესეთი ახალგაზრდა ჟურნალისტები როგორც ჩვენ. იქ როგორც ვიცი 30 წლის და მერე ითვლებიან უფრო ჟურნალისტები. თუმცა ამის პასუხიც ვიცით ჩვენ რატომ არის. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. გარკვეულად შეეხმიანება იმ დისკუსიას რომელიც დღეს საკმაოდ ესეთი ფცლად იყო ჩვენ შეხვედრაში. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ მივეცი ჩემ თავს უფლება ჟურნალისტიკაზე ესე თამამად მესაუბრა, თუნდაც იმიტომ, რომ მე უშუალოდ აი ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული ვარ, აი კვალის საშუალებით და
მიმაჩნია რომ ჟურნალისტიკას საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი როლი აკისრია და განსაკუთრებით მისი ფუნქცია როგორც აი ქართული აზროვნების ჩამოყალიბებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ ამგონია რომ მთელი სიღრმით სიგრძე-სიგანით გაგებული ქონდათ ქართულ ჟურნალისტებს თუ რა მასალასთან აქვს შეეხება ეს ქართულ ფსიქოლოგიასთან, იდეოლოგიასთან და რამდენად დიდი ეთიკა და ცოდნა გამოცდილება საჭირო აი ამ სულიერ ღირებულებასთან მუშაობაში. და სამწუხაროდ მე ვიტყოდი რომ ამ ხრივ საკმაოდ დიდია ჩავარდნები მე ვიტყოდი ქართულ ჟურნალისტიკაში. მით უმეტეს თუ შევხედავთ აი ამერიკიდან და იქ შევადარებთ ამ ორი ქვეყნის ჟურნალისტიკის დონეებს. ამ ხრივ ამერიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალურ მომზადებას ჟურნალისტებისა და აი დღეს რო ვასაუბრობთ იქ ინტერნატურასავით არის, რეზიდენტურასავით არის, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი წლების განმავლობაში მუშაობს გამოცდილ ჟურნალისტთან, უბრალოდ აი ხელს იყენებს წერის თუ მეტყველების თუ ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიებს სწავლობს და მხოლოდ 30 წლის შემდეგ მას აქვს უფლება მეტნაკლებად სრული თავისუფლება მაინც არ არის, მეტნაკლებად მაინც გამოთქვას თავისი აზრი. და უბრალოდ აიღეთ დააკვირდით აი CNN-ის გადაცემებია, ან ამერიკიდან ჩართვები როცა არის და ნახავთ იქ პრესკონფერენციებზე აი საშუალო ასაკობრივი ცენზი როგორია რა. აი 60 წუთი რომ მიმდინარეობს გადაცემების, ხო? 60 წუთი ეს ამერიკული ABC-ის გადაცემაა, საკმაოდ პოპულარული. იქ 6 თუ 7 ჟურნალისტი მუშაობს და სულ ყველა 60 წელს გადაცილებულია. ეხლა მე არ მინდა არაფერი თქვა გუგიჩეშოზე, არა, ამიტომ არ თქვი უბრალოდ. არა, მე ვიცი უბრალოდ ამერიკული ფსიქოლოგია მე თვითონ ინტერნიუსის სკოლა მოსავლელი ვიცით ამერიკის შესახებ. უბრალოდ მეტად დამაჯერებლად ჩანს ჭაღარა ადამიანი, რომელიც გამოდის ეკრანზე და გესაუბრება თუნდაც საღამოს ახალ ამბებს იხება. აი მისი მხრიდან წამოსული ფრაზა, მისი მხრიდან წამოსული ინფორმაცია უფრო დამაჯერებელია, თქვა, ვიდრე ამერიკაში რომ დასვა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოგაწვის ახალ ამბებს. აი ამაშიც არის საქმე, როგორც მე მიფიქრე. აიღეთ ახლა ვინ არის ამ კორეების ყველაზე მნიშვნელოვანი, აი პიტერ ჯენინგსი მაგალითად 50 წელს გადაწყვეტილებული 60 წელს შეიძლება 60 წელს გადაწყვეტილებული ახლა შეიძლება ასაკზე ამერიკაში არავინ არ საუბრობს. იგივე აი ლერერი რო არის, რომელსაც დებატები მიყავს, ის აშკარად 60 წელს გადაწყვეტილებულია. და მრავალი სხვა ეს წამყვანი ბარბარა ვოლკერი საერთოდ 70 წელს გადაწყვეტილებულია და ისაც აქტიურია. ამიტომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა შეეწმოს გასაგებია და ჩვენ 3-4 წუთი გვაქვს ეთერში და აი ბოლო კითხვა ესეთი, თქვენ წერან აღნიშნეთ რომ არის მის ხმალაღალი სიტყვა არის, არ ჩანს პროტესტი ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება რომ საზოგადოებამ გამოთქვას. თქვენი აზრით იყო თუ არა პროტესტი ის რაც გააკეთა იგივე გოდერძის ჩოხრებთან? იმ მანკიერი მხარეების მიმართ, რაც ქვეყანაში არსებობს. მე ესე დავინახე, როგორ გოდერძის ჩოხრებმა აი ამ ქმედებით რაც პროტესტი გამოხატა, აი ამ საზოგადოების ხელისუფლების და ყველას მიმართ ფაქტიურად. მე პირადად ვიცნობ გოდერძის ჩოქრს და წინა ჩამოსვლაზე მე თებერვალში ვიყავი რა, ჩამოსული და მქონდა მასთან შეხვედრა. და იყო საუბარი და აშკარად იგრძნობდა დეპრესიული იყო ძალიან. რა თქმა უნდა ფორმა პროტესტისა შეიძლება ძალიან ძიმე არის. მაგრამ იცით რა არის, შეიძლება გოდერძიმეს გააკეთოს, მაგრამ აშკარად ჩვენ საზოგადოებას უფრო ქმედითი და უფრო ესეთი ის როგორი კონსტრუქტიული პროტესტის გამო მეორე ალბათ ზათაც არის ყო რომ ეს ამ პროტესტის ფორმა ეს პროტესტის ფორმა გაიგო უბრალოდ ხო მეორე ალბათ ამისთვისაც არის ესე გოდერძის აქციები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის გამოსცემლებისთვის მაგრამ ეხლა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩამოყალიბდება კონსტრუქტიული პროტესტი ამ გოდერძის
საწყისი წერტილიდან როგორ მოახერხებს იგივე მწერლობა, იგივე ინტელიგენცია სწორი პროტესტის ჩამოყალიბებას. არა დემონსტრაციებისა და ესეთი პირადული ინტერესებიდან გამომდინარე, არა იდეოლოგიური, მორალური თვალსაზრისით გამომდინარე. გასაგებია. და ბოლო კითხვა ბატონო, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ვიპასუხეთ, იმიტომ რომ დაახლოებით წუთი გრჩება. იყო თუ არა თქვენი ნაწარმოები პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება ჩვენს ქალაქში და იყო თუ არა ხმამაღალი სიტყვა ვანო ჩხიკვაძის მხრიდან ნათქვამი იმის შესახებ, რომ მდინარის შესართავთან კვდება ქალაქი და ხალხი გამოფხიზლით პოულს. ეს შეკითხვა რომ კითხვის ვიდაგოსა და მაყურებლისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი ტკივილით დაიწერა, დიდი ფიქრით დაიწერა, ეს შემთხვევით ჩემ ცხოვრებაში არაფერი ხდება და არც ამ ნათქვამის შექმნა არ მოხდა შემთხვევით. ეს იყო გამიზნული და მე ვიცოდი რასაც ვაკეთებ, რატო ვაკეთებ. და თავისი რეაქციაც მქონდა, დადებითიც და უარყოფითიც სხვათა შორის. არა, ეს უკვე კაია რო რეაქცია. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მქონდა. და მოკლედ ორი სიტყვით. დიახ. გამოსავალს თუ ხედავთ. გამოსავალში ცოცხლები რა თავართ მაშინ გამოსავალში ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო შუთა. საინტერესო საუბარი იყო ფიქრობ და ალბათ მაყურებელმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო თუნდაც ამერიკაში მაცხოვრებელი ქართველისგან თუ ამერიკულ ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელზეც მართლაც არსებობს ცუდი წარმოდგენები ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მაყურებელს, ვინც გვისმინა. ჩვენ დღეს დაგვემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ სამშაბათს სტუმრის ვინაობის შესახებ სულ ცოტა ხანში გაიგებთ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანებულებით.